დღეს როგორც მოგეხსენება დასრულდა თბილისის საარჩევნო პროგრამის წარდგენა. დღეს საუბარი იყო ურბანულ და სატრანსპორტო პოლიტიკაზე. ყველას მოგეხსენებათ, რომ გასული 8 წლის განმავლობაში უამრავი რამ გაკეთდა ამ მიმართულებით, როგორც ურბანული განვითარების კუთხით, ასევე სატრანსპორტო პოლიტიკის დახვეწის კუთხით და მომდევნო 4 წლისთვისაც არის ძალიან ამბიციური გეგმები ყველა მიმართულებით. თქვენ ნახეთ, რომ როგორც ტრანსპორტის კუთხით, ასევე ურბანული განვითარების კუთხით გახკალაძეს მის გუნდს აქვს ძალიან ამბიციური გეგმები. და ყველა დარწმუნებული ვართ, რომ ეს გეგმები სრულფასოვნად შესრულდება შემდეგი 4 წლის განმავლობაში. წარმატებები მინდა ვუსურვო კახაკალაძეს მის გუნდს ერთი კვირა დარჩენილი და ახლობით არჩევნებამდე და ჩვენ ვართ დარწმუნებული ძალიან დამაჯერებელ და შთამბეჭდავ გამარჯვებაში. ელჩების დაბარებაზეც გკითხავთ, დღეს ბრიტანეთის ელჩი იმყოფება სამინისტროში. რა არის მიზანი და რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ ვენის კონვენციას არ ღვევენ ეს ადამიანები, ნიშნავს თუ არა, რომ კონკრეტული ელჩები ცდებიან მოკლედ და დიპლომატიური ჩარჩოდან გადიან? რა თქმა უნდა, ყველა ხედავს, რომ კონკრეტული ელჩები პირდაპირ არიან ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, რაც არის რა თქმა უნდა, დემოკრატიის პრინციპის უხეში ხელყოფა და ეს არის ვენის კონვენციის პრინციპების უხეში ხელყოფა. ამას შეიძლება რეაგირება. ხო, ეს არის ჩვეულებრივი დიპლომატიური ზომა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ელჩები დაუბრუნდებიან დიპლომატიურ ჩარჩოებს. მათ უნდა დაიცვან წესები, მათ უნდა დაიცვან პრინციპები. ეს არის მათ შორის ევროპული მიდგომა, ხო? არ შეიძლება საბჭოური მიდგომებით მოქმედებდნენ ელჩები და მათი დაბარება არის დიპლომატიური ზომა, რომლის ერთადერთი მიზანი სწორედ ეს არის, რომ ელჩები დაბრუნდნენ დიპლომატიურ ჩარჩოებში. თქვენ გახსოვთ იგივე პრეზიდენტ მაკრონის განცხადება ერთ-ერთ ელჩთან დაკავშირებით, ხო? ბევრად უფრო რბილი განცხადება გააკეთა პოლიტიკაში ჩარევას, დიდად არ გულისხმობდა ეს განცხადება ფრანგულ პოლიტიკაში ჩარევას, მაგრამ მაშინ რო ქონდა რეაგირება საფრანგეთის პრეზიდენტს, ხო? ჩვენთან პირდაპირ უხეში ფორმით ხდება არა მარტო პოლიტიკაში ჩარევა, არამედ პირდაპირ რადიკალიზმისა და პოლარიზაციის სახალისება, რაც კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არის ვენის კონვენციის უხეში დარღვევა. კონვენცია არ გრძელობს იმას, რომ პოლიტიკოსებს შეხვდნენ, მაგალითად დიპლომატები. რა გულისხმობთ ჩარევაში ეს რომ დაგვიწყოს? ვენის კონვენცია გრძელავს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას, რასაც ძალიან უხეში ფორმა აქვს, ძალიან ხშირად, მათ შორის იგივე მინდა შეგახსენოთ, უშუალოდ საარჩევნო პროცესებში ჩარევა. ევროკავშირის ელჩი გამოვიდა და პირდაპირ მოუწოდა ამორჩეველს მობილიზაციისკენ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ. ამაზე უხეში დარღვევა, ვენის კონვენციის ამაზე უხეში დარღვევა უბრალოდ არ არსებობს. ეს არის ერთ-ერთი უხეში მაგალითი. ამის მაგალითები არის უამრავი. გარდა ამისა, თქვენ გახსოვთ, რომ ელჩები პირდაპირ დადიოდნენ სასამართლო პროცესებზე იმისათვის, რომ განეხორციელებინათ ზემოქმედება მოსამართლეების საქმიანობაზე, რაც არის ასევე ვენის კონვენციის უხეში დარღვევა, ეს არის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის პრინციპის უხეში დარღვევა. ასე არ უნდა იქცეოდნენ, რა თქმა უნდა, ელჩები, მით უმეტეს ელჩები, რომლებიც ევროპას წარმოადგენდნენ. ევროპა ტრადიციულად იყო წესებთან დაკავშირებული სიმბოლო წესების პატივისცემის და ახლა ვხედავთ, რომ ევროკავშირიდან ელჩები სამწუხაროდ ხშირად არღვევენ უხეშად პრინციპებს, წესებს. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. საქართველოში ელჩი უნდა იქცეოდეს ისე, როგორც შეეფერება ელჩს და არა როგორც პოლიტიკოსი. ჩვენ მოვისმინეთ ზელენსკის გულშემატკივარი განცხადება, სადაც ისე თავს ესწრიან საქართველოს ელჩების ამჟამად ელჩის დაბარება და დღეს დიდი ბრიტანეთი იყო. ელჩები ვერ ქმნიან პოლიტიკურ კრიზისს, ისინი იქცევიან ისე, როგორც მათი ქვეყნები და მთავრობების დღის წესრიგს შეესაბამება. უშინ გერმანია გამოეხმაურა გერმანიის ელჩის დაბარებას და ამბობს, რომ ზოგადად მეგობარ სახელმწიფოებს შორის ელჩებს ასე არიბარებენ და ეს არის ერთგვარი საყვედური და დიპლომატიური სანქციის ფორმა. თქვენ ასე აპირებთ ყველა ელჩის დაბარებას, იმიტომ რომ ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს არ აქვთ ერთმანეთისგან განსხვავებული პოზიცია, ყველა ასე ყველა არასაბედნიეროდ, ყველა ასე არ იქცევა, ყველა არ იქცევა ისე, როგორც იქცევიან ევროკავშირის, ბრიტანეთის, გერმანიის ელჩები, ყველა ასე არ იქცევა. მადლობა ღმერთს. რაც შეეხება დაბარებას, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის დიპლომატიური ზომა, რა თქმა უნდა. ელჩი წარმოადგენს სახელმწიფოს და როდესაც ელჩს იბარებ, ამით ერთგვარ, ასე ვთქვათ, დიპლომატიურ ზომას იყენებ სახელმწიფოს მიმართ. ეს ბუნებრივია, აბსოლუტურად ლოგიკურია. ელჩი ხო დამოუკიდებლად არ მოქმედებს. ბუნებრივია შესაბამის
არა, ბიუროკრატია. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ევროპული ბიუროკრატია დღეს არის მძიმე მდგომარეობაში და ეს ეხება არა მარტო ევროკავშირის სტრუქტურებს, არამედ შესაბამისი სახელმწიფოების სტრუქტურებსაც. ხო, ევროპულ ბიუროკრატიაში არის სერიოზული პრობლემები და ამის გამოხატულებაა ის, რასაც აკეთებენ ელჩები. ძალიან მარტივად არის აქცენტი. ზელენსკის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით მორიგითავდა ხმა საქართველოს მხრიდან და ამჯერად გამოყენება გაეროს ტრიბუნის საქართველოსზე და ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე საუბრისთვის. როგორ აღიქვამთ ეს განცხადება გუშინ ზელენსკისგან და იგივე რეიტინგებზეც აკეთებდნენ აქცენტს თქვენ თანამდებობები საქართველოს უკრაინასაც გაცილებით უსწრებს. მაშინ რატომ ხდება რომ კრიტიკა სწორედ ამ მიმართულებით ვიღებს და ეტაპში შეიძლება ითქვას თავდას ხმა საქართველოში ზელენსკის. კი, ნუ მე არ მინდა პირველ რიგში შევიდე პოლემიკაში ვლადიმერ ზელენსკისთან, ეს არის ომში ყოფი ქვეყნის პრეზიდენტი, შესაბამისად როგორი განცხადებაც არ უნდა გააკეთოს მან, მე არ თვლი საჭიროდ ამაზე რეაგირება, ზოგადად რაც შეეხება მდგომარეობას დემოკრატიის და ადამიანის უფლებების კუთხით. უკრაინაში ამ თვალსაზრისით არის ტრაგიკული მდგომარეობა, როგორც დემოკრატიის კუთხით, ასევე ადამიანის უფლებების კუთხით. ნუ როდესაც ასე დროს საუბრობენ საქართველოში დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, ეს თავისთავად არის ბუნებრივია ნონსენსი. საქართველო არის ლიდერი, უპირობო ლიდერი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის, მათ შორის დემოკრატიის და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით ჩვენ 10 თავით მაღლა ვდგავართ ყველა კანდიდატ ქვეყანაზე, როგორც ადამიანის უფლებების, ისე დემოკრატიის თვალსაზრისით. ოპოზიცია ემზადება 4 ოქტომბერს რევოლუციისთვის, ამბობენ რომ მუდმივად მშვიდობიანია მათი აქციები, თუმცა მათ მიერ დადებულ კლიპებშიც კი ვხედავთ, რომ ყველაფერს ცეცხლი უკედია მათ შორის საკანონმდებლო ორგანოსაც, ეს რაზე მიუთითებს თქვენთვის? არიან კონკრეტული ძალები, იგულისხმება მთლიანად რადიკალური ოპოზიცია, რომელიც მუდმივად ფიქრობს ამ ქვეყანაში არეულობის შემოტანაზე, რაც არ შედის ბუნებრივია ჩვენი ხალხის ინტერესებში, რაც შედის ჩვენი ხალხის ინტერესებში, ის იქნება უზრუნველყოფილი, ეს არის მშვიდობა და სიმშვიდე. მათი დღის ეს რიგია არეულობის მცდელობა, ჩვენი დღის ეს რიგია ქვეყანაში მშვიდობის და სიმშვიდის შენარჩუნება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დღის ეს რიგი გაიმარჯვებს. თქვენ გახსოვთ იგივე ლელოს თანამშრომლის ელისაშვილის განცხადება გაფიცვასთან დაკავშირებით, ხო, ისინი აპირებენ გაფიცვების მოწყობას თუ მოიგებენ არჩევნებს, მე სხვება უარყვეს, მაგრამ ფაქტი ფაქტად დარჩა, ხო? ანუ ასეთი აზრები უტრიალებთ რადიკალურ ოპოზიციაში. რა თქმა უნდა, როგორც გასული 13 წლის განმავლობაში წელსაც მათი გეგმები არის განწირული აბსოლუტური წარუმატებლობისთვის და ფიასკოსთვის. რაც შეეხება არეულობის ნებისმიერ მცდელობას, ყველას მინდა შევახსენო, რომ ჩვენ მთელი სიმკაცრით ვამოქმედებთ კანონს, მათ შორის პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ჩემი მეგობრული გაფრთხილება ამ ადამიანებს, რომ არ წაუსდეთ ხელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ფეხს ამოგრავენ რაღაცას, ამიტომ მე ყველას ვაფრთხილებ, რომ იყვნენ ყურადღებით და არ დაარღვევენ კანონს. წეღან ამობდით, რომ ლიდერი ვარ კანდიდატ ქვეყნებს შორის, თუმცა რაში გამოიხატება ეს მაქვს კითხვა, რადგან არა თუ კანდიდატ ქვეყნებს შორის რეგიონშიც შესაძლოა და უკვე კარგავს ჩვენს მნიშვნელობას თუ როლს, იქ სადაც სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო მინისტრები გუშინ შეხვედრაზე, ბახშამზე და მსოფლიო ლიდერები საქართველოსთან არავინ იყო წარდგენილი. ასე ალაგებთ ურთიერთობას შტატებთან, ბატონო ირაკლი, რატომ არ ვიყავით? იქ სადაც უნდა ყოფილიყავით წესით, სადაც რეგიონის საკითხები განიხილებოდა. ხო, არ ვიცი, შეიძლება უფრო დემოკრატიულ ქვეყნებთან საუბრობენ და საქართველოსთან არ საუბრობენ, მაგრამ რაც შეეხება დემოკრატიას, თავად გამოიტანეთ დასკვნები ყველაფერთან დაკავშირებით. რაც შეეხება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, ეკონომიკურ პოლიტიკას და ყველა პარამეტრს, სადაც ქვეყნდება რეიტინგები, ინდექსები, სადაც კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით ფასდება ქვეყნები, ყველგან ვართ აბსოლუტური ლიდერები. დანარჩენი არის პოლიტიკა, შეშველი პოლიტიკა არის კონკრეტული პოლიტიკური ინტერესები, ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები და როგორც ხედავთ, ბოლომდე ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, როგორც პოლიტიკურ, ესე ეკონომიკურ ინტერესებს. რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ურთიერთობები გადაიტვირთება, თუ
Deep State დამარცხდება ამ ბრძოლაში, რასაც ქვია ბრძოლა Deep State-სა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის, ამ შემთხვევაში ურთიერთობები დაალაგდება. თუ გაიმარჯვებს Deep State, ამ შემთხვევაში გაგრძელდება სირთულეები, თუმცა ჩვენ სირთულეებსაც მიჩვეული ვართ ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და ხოთ როგორ გაგრძელდება პროცესები. აი ეს თქვენი ინტერპრეტაციები შეგიძლიათ თქვენთვის დაიტოვოთ. საერთაშორისო ზოგადად, როდესაც დამოკიდებულება არ იცვლება საქართველოს მიმართ, ეს ნიშნავს იმას, რომ კლავაც მძლავრობს Deep State. ძალიან მარტივად არის საქმე. Deep State-თან ხო ვერ დავალაგეთ, იმიტომ რომ მათ უნდათ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, პირდაპირ იყო მათი წარმომადგენელი მოსული, პირდაპირ მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა შეხვედრა, სადაც ერთხელ ორჯერ მოითხოვა პირდაპირ მეორე ფრონტის გახსნა, ამაზე თქვი თუ არის და ამის მერე Deep State-თან გვიჭერს ურთიერთობების დაალაგება. ამობდა რომ კომუნიკაცია გამართა მან კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩვენთვის თავარია გადაიდურთოს ურთიერთობები და განახდეს სტრატეგიული პარტნიორობა ამას მოთმინებით ველოდებით ამასთან დაკავშირებით თვითონ მიხეილ ყაველაშვილი მოგახსენებთ როდესაც დაბრუნდება საქართველოში ჩვენს ინტერესს რაც შეეხება კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ ჩვენი ერთადერთი ინტერესია განახდეს სტრატეგიული პარტნიორობა და შედგეს ჩანსაღი პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენ ნახეთ დაახლოებით ერთი კვირის წინ არაბთა გაერთიანების თავად მიხეილ ყაველაშვილი თვითონ მიხეილ ყაველაშვილი მოგახსენებთ მის შეხვედრებთან დაკავშირებით როდესაც დაბრუნდება საქართველოში მოდით პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარის უფლება დავუტოვოთ მიხეილ ყაველაშვილს. განა ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ როდესაც საქმე ეხება პრეზიდენტის ვიზიტს, პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს კომენტარები ამ ვიზიტთან დაკავშირებით. დაახლოებით ერთი კვირის წინ ჩვენ ვიხდით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ვიზიტი. თქვენ თავადაც შეხვდით, ასევე შეხვდა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე სპეციალისტებიც, ამაზეც კი მოვისმინეთ ოპოზიციის გარკვეული სკეპტიკური დამოკიდებულება, კრიტიკა და ასე შემდეგ, რაც თქვენც რეალურად რა შედეგი გასწრებით და რა ხალხასაჭიროდ შედეგებს ვუყოლებით უკვე მომავალში უკვე ამ ვიზიტის. ვიზიტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ გახსოვთ რომ სკეპტიკური დამოკიდებულება გამოხატეს თავის დროზე იგივე MRI-ის ინვესტიციასთან დაკავშირებით. ეს არის $6 მილიარდ ინვესტიცია, სხვადასხვა ინვესტიციის მოცულობაც გაიზარდა $6.6 მილიარდ. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინვესტიცია, რომელიც გააძლიერებს ბუნებრივად ჩვენს ეკონომიკას. როდესაც ნახეს, რომ ეს ინვესტიცია ხორციელდება, ახლა უკვე გადაერთვნენ სხვა ტიპის სპეკულაციებზე, მათ შორის არ მოეწონათ პროტოკოლი ბატონ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში ზოგიერთ ექსპერტს ისიც კი დაავიწყდა რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი, ხო, როგორც ფორმალური თვალსაზრისით ის არის პარტიაში პირველი თანამდებობის პირი, ის არის ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ასევე ფორმალური მოცემულობის მიღმა თქვენ იცით ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული როლის შესახებ ჩვენს პოლიტიკურ გუნდში და მთლიანად ქვეყანაში. სწორედ ის ჩაუდგა სათავეში იმ ბრძოლას, რომელმაც დაასრულა სისხლიანი რეჟიმი ჩვენს ქვეყანაში 2012 წელს და დღეს რომ საქართველოს აქვს შენარჩუნებული მშვიდობა და საქართველო ვითარდება ეკონომიკური თვალსაზრისით ყველა მიმართულებით, ეს არის სწორედ პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის დამსახურება და ამ ფონზე ზოგიერთმა ჩვენმა ოპონენტმა, მათ შორის ეგრეთ წოდებულმა ექსპერტმა დღეს აღმოაჩენა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი. ყველაფერი იყო დაცული, პროტოკოლი იყო დაცული და რას თავარია, ჩვენი ეროვნული ინტერესები იყო ბოლომდე დაცული. ეს ვიზიტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პარტნიორობის გარღვევებას ჩვენსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის და ეს მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკური კუთხით, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. MRI-ის ინვესტიციის გარდა ჩვენ გვქონდა საუბარი ბევრი სხვა მიმართულებით. ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, საავტორო თანამშრომლობის განვითარებაზე, ინვესტიციებზე, ეს ყველაფერი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენი ეკონომიკა გავაძლიეროთ და ჩვენი პოლიტიკური კავშირები გავაძლიეროთ. ახლა რასაც ხმაურიან დაკავებებს რომ ხედავთ, ეს არის სწორედ ბიძინა ივანიშვილის განცხადების გამოძახილი, რომელმაც თქვა 2023 წლის ბოლოს, როდესაც დაბრუნდა ის პოლიტიკაში, რომ კორუფციული რისკები იმატებს და ამის დაზღვევა არის საჭირო. აი, ამის შემდეგ გავიდა წელიწად ნახევარი ბატონო ირაკლი და ახლა ხედავთ ჩვენ ამ ხმაურიან დაკავებებს კორუფციის ბრალდებით. აი, ეს წელიწად ნახევარი მოსამზადებლად დაგჭირდათ თუ რატომ იყო ეს გუშინ? არა, კორუფციასთან ბრძოლა დაიწყო თავიდანვე, მე მინდა შეგახსენოთ, კორუფციასთან ბრძოლა არ არის მხოლოდ ვიღაცის დაჭერა, ხო? მე მინდა შეგახსენოთ, რომ იქიდან მოყოლებული უკვე მათ შორის თებერვლიდან დაწყებული, როდესაც მე დავიკავე მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა, უამრავი საკადრო ცვლილება განხორციელდა, ასე ვთქვათ, მოწყვლად სფეროებში, საკადრო ცვლილებები
საკადრო ცვლილებები არა იყო ბევრი ცვლილება, როგორც მინისტრების დონეზე, მინისტრის მოადგილეების დონეზე, უფრო დაბალ დონეზე, სხვადასხვა დონეზე იყო საკადრო ცვლილებები, რაც მათ შორის ემსახურებოდა კორუფციის რისკების დაზღვევას, ეს ერთი პირველი, რაც ეს თქვენი ინტერპრეტაცია. საკადრო ჩემი განცხადება არის სხვა რამე, ჩემი განცხადება არის, რომ საკადრო ცვლილებები განხორციელდა კორუფციის რისკების დასაზღვევად. ეს არის ჩემი სიტყვები და თქვენი ინტერპრეტაცია შეგიძლიათ გააცნოთ საკუთარ პუბლიკას, ან დაიჯერებენ, ან არა, ხო, ეს მათი საქმეა და ეს თქვენი საქმეა. თქვენი ინტერპრეტაციები არის თქვენი საქმე, ჩემი საქმე არის ჩემი განცხადება. ჩემი განცხადება არის ის, რომ განხორციელდა საკადრო ცვლილებები სხვადასხვა დონეზე, რაც მათ შორის ემსახურებოდა კორუფციის რისკების დაზღვევას. ეს ერთი. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ უკვე 8 თებერვლიდან მთავრობის ყველა გადაწყვეტილება, მთავრობის ყველა სამართლებრივი აქტი არის სრულიად ღია და საჯარო. ესეც არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დამზღვევი ზომა, რომელიც იქნა მიღებული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. პირდაპირ მიყიდვის პრაქტიკა მთლიანად აღიკვეთა, ესეც იყო ანტიკორუფციული ზომა. ასევე სახელმწიფო საწარმოებში, როგორც უკვე არაერთხელ ითქვა, 700 მილიონის წლიური დანაზოგი გვაქვს მარტო სახელმწიფო საწარმოებში, რკინიგზა, ენერგეტიკა და სხვა სახელმწიფო, არა მარტო კადრების ოპტიმიზაციით, ხარჯების ოპტიმიზაცია განხორციელდა, ამაში კადრების ოპტიმიზაციის წილი არის დაახლოებით კადრების ოპტიმიზაციის წილი არასწორი პრაქტიკა იყო, არასწორი პრაქტიკები იყო. ეს თქვენი ინტერპრეტაციები არის თქვენი საქმე და ჩემი განცხადებები არის ჩემი საქმე. ნახეთ, თქვენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, როდესაც არის დასაპირისპირებელი არავინ რჩება, ჩდება ცნობა დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო. აი ამ შემთხვევაში რას გულისხმობდა ის თქვენს და ღარიბაშვილს შორის? აი მოდით თქვენ გააკეთეთ ამის ინტერპრეტაცია და გააცანით საზოგადოებას, რაც შეეხება ჩვენ საქმეს. ჩვენ საქმეს რაც შეეხება ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება, აქცენტი გააკეთა თავის დროს ბატონმა ბიძინაევიჩვილმა 2 წლის წინ და სწორედ ამას მივყვები ჩვენ, როდესაც ვებრძვით კორუფციას. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, დღევანდელ მდგომარეობაზე მინდა გითხრათ და ამით თქვენ როგორც საქართველოს მოქალაქე უნდა იყოთ მოხარული ყველა მიმართულებით, არა მარტო ვებრძვით კორუფციას, არამედ პრევენციულ ზომებს ვიღებთ და მათ შორის საკადრო მიმართულებით, ყველა მიმართულებით ვიღებთ ზომებს იმისათვის, რომ არა მხოლოდ წარსულში ჩადენილ შესაძლებლობებს შევეძიოთ, არამედ დღეს პირველ რიგში, დღეს და ხვალ არ მოხდეს კორუფციული დანაშაული, ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს. ჩვენთვის მისი რჩევები კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არის უკიდურესად ღირებული და რა თქმა უნდა, მომავალშიც მოხარული ვიქნებით, რომ მივიღებთ რჩევებს ამ მიმართულებით. თქვენ უნდა იყოთ მოხარული, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არა მხოლოდ ჩვენ წარსულ დანაშაულებს ვეძიებით, არამედ პირველ რიგში დღეს და ხვალ უზრუნველყოფთ იმას, რომ კორუფცია არ არის სამთავრობო სტრუქტურებში, სამთავრობო სისტემაში, ამას უზრუნველყოფს გამჭვირვალობა, ამას უზრუნველყოფს კონკრეტული საკადრო გადაწყვეტილებები, ამას უზრუნველყოფს კონკრეტული რეფორმები, რომლებიც განხორციელდა არა მარტო სახელმწიფო საწარმოების სხვადასხვა შორის, უშუალოდ სამინისტროების სისტემაში. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს ჩვენი მიზნის მიღწევას. მიზანი არის ძალიან ამბიციური, ხო, ეს არ არის იული მიზანი, ამბიციური მიზანია ევროპის სამეულში გვინდა დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ეს არის დაპირება, რასაც ერთად ვაძლევთ, გუნდი ვაძლევთ ქართულ საზოგადოებას და ბოლომდე მივყვებით ამ დაპირების შესრულებას. ღარიბაშვილის გარემოწვის წევრების დაკავება იწვება კორუფციის წინააღმდეგ. ბრძოლა თუ კლანებს შორის დაპირისპირება არის, შეგიძლიათ თქვით? ვისავის შორის? კლანებს შორის დაპირისპირებაზეც არის საუბარი. ღარიბაშვილის გარემოცვის ერთი წელი ღარიბაშვილის გარემოცვის დაკავება შესაძლოა რომ მის წინააღმდეგაც დაიწყოს ვიდრე ამაზე მიდის ლაპარაკი, ამასობაში შემოეშალათ ხელში მთელი ოპოზიცია, თავისი პარტიების შათვლით, ლელო იშლება, აცმოძრაობა იშლება და ეს შემდეგ. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, ნახეთ, ლილოაშვილის გარემოცვაზე რიზიკმა შეგიძლიათ გუშინ მისი ნათესავი დააკავოს იკო პაიკიძე. დღეს ხელისუფლებას წარმოადგენს კონკრეტული გუნდი, კონკრეტული ადამიანებით. მე პირადად ვარ პასუხისმგებელი სამთავრობო გუნდზე. ვარ პირადად პასუხისმგებელი იმაზე, რომ თითოეული მინისტრი, რომელიც დღეს მუშაობს სამთავრობო სისტემაში, იმოქმედებს კეთილსინდისიერად და იმოქმედებს მაღალი პროფესიონალიზმით. მე ვარ პასუხისმგებელი შესაბამის საკადრო გადაწყვეტილებებზე და შესაბამის საქმიანობაზე. ეს ერთი თქვენ კიდე წარსულზე მელაპარაკებით. მე გელაპარაკებით დღევანდელ დღეზე და ხვალინდელ დღეზე თქვენ მელაპარაკებით სხვა რაღაცეებზე. მოდით დავკონცენტრირდეთ იმაზე, თუ რას აკეთებს
დღეს ნახეთ თქვენ როცა ვსვავთ თქვენ კომუნიკაცია გქონდათ არ მოიკითხეთ თქვენ როცა საუბრებთ მუდმივად ამბობდით ხელფასზე ცხოვრობდა იწლები თქვენ როდესაც ვსვავთ ახლა სადმუშაობს საქართველოშია გითხარით როდესაც თქვენ კითხვებს ვსვავთ ხოლო წარსულთან დაკავშირებით ეს მე მიიტკიცებს რწმენას იმასთან დაკავშირებით რომ დღევანდელ დღეზე თავრობის დღევანდელ საქმიანობაზე და ხვალინდა საქმიანობაზე თქვენ არავითარი ეჭვი და კითხვები არ აქვს საერთაშორისო კვლევა გამოხდა ევროკომისიის რა ვიცი თქვენი კითხეთ გითხარით რომ კომუნიკაცია გქონდათ ბატონო ირაკლიდან არის მთავარი რომ მოხდეს პრევენცია და გუშინ ბრიფინგიც ამაზე მოგწოდებს ამაზე სუსის ბრიფინგის ამ ნაწილზეც კიდევ ერთი რომ ბატონო ირაკლი მისმენთ რომ კიდე აშკარად არა გითხოს უსმენდა რანაირად რა შეეხება სუსის ბრიფინგს რა შეეხება სუსის არ ვიცი გიპასუხეთ არ ვიცი რა შეეხება სუსის არ ვიცი მე საერთოდ უნდა ვიცოდე რა შეეხება შეიძლება ორი კვირის წინ ქონდა და იმის მერე სხვაგან წავიდა მე რა ვიცი მე საერთოდ უნდა ვიცოდე ეს ყველაფერი მარტივ პასუხს გეუბნებით არ ვიცი შეგიძლიათ არ დამიჯეროთ არ ვიცი ეს არის ერთ-ერთი პასუხი რა შეეხება იგი რა თქმა უნდა თავარი მიზანი არის პრევენცია თავარი მიზანი არის ასევე სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება ეს არის თავარი მიზანი ეს არის ხო თუ რაიმე ზიანი მიადგა სახელმწიფოს ეს ზიანი უნდა ანაზღაურდეს და პრევენცია ბუნებრივია ეს არის თავარი მიზანი და ამოცანა. საერთაშორისო კვლევაზე უნდა გკითხოთ, ევროკომისიამ გამოაქვეყნა და ადამიანური კაპიტალის ინდექსით საქართველოს მსოფლიოში 33 ადგილზეა, ხოლო ევროპის 20-ულშია. ეს პირველი კვლევა არ არის, რაც ბოლო პერიოდში გამოქვეყნა ევროკომისიის მხრიდან, როგორ აფასებთ მოკლედ ამ მიღწევასაც? ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, რომ ჩვენ უსწრებთ ყველა კანდიდატ ქვეყანას ყველა პარამეტრით, მათ შორის ეკონომიკური, ადამიანური რესურსები და შემდეგ დემოკრატია ყველა მიმართულებით, უსწრებთ ევროკავშირის 7 ქვეყანას ყველა პარამეტრით, თუმცა ამაზე არ უნდა გავჩერდეთ. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ვიწრო წრეში ადგილის დაკავება, 3-ში, 5-ში ადგილის დაკავება ყველა მიმართულებით, ყველა ეს ნაბიჯი, მათ შორის საკადრო ცვლილებები, მათ შორის რეფორმები, რაც ხორციელდება, ემსახურება იმას, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად წავიწიოთ წინ ყველა რეიტინგში, ყველა ინდექსში. წლების წინ მიცემდებოდა ამაზე ინფორმაცია, მაშინ რატომ არ გქონდათ რეაგირება ამ კორუფციულ საქმეებზე? დასხმები, იგივე მაგალითად ბოლნისის მერობის კანდიდატზე რასაც გუშინაც გეკითხებოდით, თქვენ თანაგუნდელები ამბობენ, რომ ეს არის რაღაცა ხელოვნურად მიზანმიმართული დისკრედიტაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემთხვევაში პერსონალურად გამდინარეების მისამართითაც რასთან გვაქვს საქმე, როდესაც არჩევნების მოახლოებასთან ერთად საუბრობენ ამ რიგ ბრალდებებზე. ნახეთ ბრიფინგი ჩაატარეს, როდესაც ბოლნისის მერობის კანდიდატმა მიიღო გადაწყვეტილება კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით. მანამდე ლიდერები გაეცალათ ხელიდან. საბა ბუაძის შათვლით სხვა გვარები აღარ მახსოვს. საბა ბუაძე წავიდა, ესეც ეთყობა სუსის დამსახურება იყო, ხო, ლიდერები მიდიან და ხა ბოლნისის კანდიდატს რომ კანდიდატურა მოეხსნა, ამაში რა არის გასაკვირი, როდესაც პარტიაში არის სისუსტე, აბსოლუტურად ლოგიკურია კადრების გადინება და ეს ხდება დღეს ხელოში. რა თქმა უნდა, თავი უნდა იმართლონ, ნაცვლად საკუთარი სისუსტისა ეს ყველაფერი უნდა გადააბრალონ ნასულს, ანუ იმ სხვას, ეს არის რაც გააკეთეს. რამდენი მიღებთა რიცხვი იზრდება ბატონო ირაკლიდან? ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ხალხი რეალურად გარიბდება ამ ქვეყანაში და თქვენ სულ სხვა რეალობაზე საუბრობთ? რეალურად სიღარიბის მონაცემები ქვეყნდება მუდმივად წლიდან წლამდე და პირველად საქართველოში სწორედ ჩარშან დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი 9.4%. დავიწყეთ 30%-იანი სიღარიბე მცირდება წლიდან წლამდე. 30%-იანი მაჩვენებელი იყო 2012 წელს, როდესაც ჩვენ გადავიბარეთ ხელისუფლება, ეს ნიშნავს იმას, რომ 1.100.000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა და ეს მაჩვენებელი არის ჩამოსული 350.000-მდე. რაც ნიშნავს იმას, რომ სიღარიბე კვლავ რჩება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად და სწორედ ამისათვის გვჭირდება ინვესტიციები, ეკონომიკის ზრდა, სწრაფი ეკონომიკური განვითარება, რომ ეს 350.000-იც ჩამოვიდეს ნულამდე. ხო, სიღარიბის აღმოფხვრა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა. რამდენიმე საათში პრეზიდენტის ხალხი შეიძლება გუშინდელ ამბავს. აღარ არის აქტუალური ეს კალბატონი. ნახეთ რაც ამბობს, ეს მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია, რომ ჩვენგან არავინ არ არის ვახშამზე. და ასევე ამბობს, რომ 4 ოქტომბერს უნდა დაიცვას ხალხმა ევროპული არჩევანი.
ხედავთ თუ არა საუნაზურობის ამ განცხადებაში მის მხარდაჭერას იმ აქციის მიმართ, რაც დაანონსებულია? არ არის საინტერესო ერთი რიგითი რადიკალია, საერთოდ არ არის საინტერესო რას ეთქოს ეს ადამიანი. პრეზიდენტის სიტყვის გამოსვლასთან დაკავშირებით რა მოლოდინები გაქვთ თქვენი აზრით, რაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება? მოეთავალოდოთ პრეზიდენტს, ეს არის ჩემი კომენტარი.